ზოგადად ახლა დაიწყო მსვლელობა სოლიდარობა პოლიტ პატიმრებს სინდისის პატიმრებს სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ასევე 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტები სტუდენტები და ის ადამიანები რომლებიც იბრძვიან უკვე ევროპული მომავლისთვის 200 დღეზე მეტია დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა აქციის მონაწილეებისთვის დაკავებული აქციის მონაწილეებისთვის და უპირველეს ყოვლისა ორი ქალი სინდისის პატიმრისთვის ნინო დათაშვილისა და მზია ამაღლობელისთვის ხვალ იქნება მზია ამაღლობელის განაჩენი ხოლო რამდენიმე დღის წინ გავიგეთ რომ ნინო დათაშვილს უტარებენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გავესაუბრები აქ შეკრებილ მოქალაქეებს ანი ქავთარაძეს გამარჯობა პირდაპირ ეთერში მუშაობთ გითხავთ პირველ რიგში ხვალ ვიხილავთ მზია ამაღლობელის განაჩენს მოვისმენთ ნინო სახელაშვილისგან და ვნახეთ რომ გასულ კვირას ორჯერ გადავიდა უკვე მისი პროცესი მოვისმენთ მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვაც და ხვალ მართლაც რომ მოვისმენთ უკვე განაჩენსაც აი რა მოლოდინი გაქვთ და რა ასპექტ რომ თვალინდელ დღესთან დაკავშირებით თუ კი გავითვალისწინებთ წინარე მოვლენებს წინა სასამართლო პროცესებს მაშინ პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს მაგრამ თუ კი რეჟიმს დარჩა რაიმე მცირე დოზით მაინც გონიერება მან დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოს მზია ამაღლობელი ისევე როგორც თითეული რეჟიმის ტყვე ასევე რა თქმა უნდა ნინო დათაშვილიც სხვა რეჟიმის ტყვეებთან ერთად ეს არის არ ვიცი მე ნინო დათაშვილთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა ვთქვა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სფეროს დისკრედიტაცია და გამოყენება სტიგმის იმისთვის რომ დაისაჯოს ადამიანი შეურაცხყოფილი იყოს ადამიანი და გარდა ამისა ის რასაც წლების მანძილზე აშენებდა სამედიცინო სფერო ფსიქიატრიასთან უშუალოდ მენტალურ ჯანმრთელობასთან მიმართებით იქნეს ჩამონგრეული შესაბამისად რეჟიმი რაც მოიმოქმედებს იქიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვნახეთ საბჭოთა მეთოდი დღევანდელ დღეს ხომ გამოყენებული ამ შემთხვევაში ნინო დათაშვილის წინააღმდეგ ეს ძალიან რთულად პროგნოზირებადია მაგრამ კიდევ ერთხელ გამმეორდები და ვიტყვი თუ კი მცირე დოზით მათ დარჩათ გონიერება მათ დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოს რეჟიმის თითეული ტყვე ვინაიდან ეს ტალღა არ გაჩერდება და მივა ტყვეების თავისუფლებამდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე და ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ელენე ხოშტარიასაც რომელსაც ვკითხავ პირველ რიგში მზია ამაღლობელის განაჩენის მოლოდინში ვართ ხვალ არ მხოლოდ მზიას არამედ გიორგი ახობაძეს განაჩენსაც მოვისმენთ და დაემთხვა ეს ორი განაჩენი ერთ დღეს პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი მზიათი და ზოგადად შემდეგ შევაფასოთ ის რასაც ახლა რეჟიმი იწყებს ნინო დათაშვილის წინააღმდეგაც ყველა პოლიტ პატიმრის ინდისის პატიმრის წინააღმდეგ რეჟიმი რა თქმა უნდა იყენებს საბჭოთა რუსულ მეთოდებს აბსოლუტურად გაუგონარი რეპრესიების აგრესიის და ასე შემდეგ თუმცა ეს არ არის ახალი რუსული რეჟიმები ასე იქცევიან ახალი და ნიშანდობლივი არის ის რომ მზიამ საკუთარი საქციელით გამოუტანა განაჩენი უკვე ყველა იმ პროკურორს მთლიანად სისტემას რეჟიმს დღეს მზიას ციტირებდნენ იტალიის სენატში ზოგადად მთელ მსოფლიოში წერენ მზიაზე როგორც სიმბოლო იმისა რომ რეპრესიები ამ ქვეყანაში ხალხს არ ტეხავს ზუსტად იგივეა გიორგი ახობაძე რომელიც აქეთ ამხნევებს ყველა ბრძოლაში ყოფს ნინო დათაშვილის შემთხვევა კიდე გამორჩეულია იმითი რომ როცა ვერ ტეხავენ ადამიანებს დამატებით და კიდევ უფრო სასტიკ მეთოდებს მიმართავენ და ეს მართლა გაუგონარი საბჭოთა მეთოდია რასაც მის წინააღმდეგ იგონებენ თუმცა ამან გამოიწვია თქვენ ხედავთ უკვე მე რამდენი დღეა სოლიდარობა მარში პროფესიული სოლიდარობა ექიმების მასწავლებლების უბრალოდ მოქალაქეების ამიტომ მივხვდით იმისა რომ ჩვენ მართლა ძალიან მწვავე რეპრესიებთან გვაქვს საქმე ამ რეპრესიებმა მთავარ შედეგს ვერ მიაღწია ვერც პოლიტიკოსების შემთხვევაში ვერც მოქალაქეების შემთხვევაში მათი პოზიციის ცვლილება ელემენტარული საპროცესოზე ერთ სიტყვას არ იტყვია ზედმეტს რომელიც მათ ბრძოლას შევახავს ამიტომ ამ მიდგომით უნდა ვიყოთ რეპრესიები მტკივნეულია მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია ხალხის რისხვა ძალიან დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გადავინაცვლებ აქ და მხარეს ჩვენ ახლა მსვლელობის შუაში ვართ წინ არის გაშლილი ბანერი სოლიდარობის ბანერი რომელიც ეხება სინდისის პატიმრებს გავესაუბრები ელენე ქაიხოსროშვილს ელენე პირდაპირ ეთერში მუშაობ გითხავთ დღევანდელ აქციაზე დღევანდელ მსვლელობაზე თქვენ დაიზარეთ ფილარმონიიდან სოლიდარობის მარშით რუსთაველამდე ხო ხვალ უნდა ვნახოთ მზიას განაჩენი თქვენ ორივე პროცესს ესწრებოდით რა მოლოდინი გაქვთ ცხადია ამ სასამართლოს პირობებში ელით თუ არა მაინც გამამართლებელ
განაჩენს და თუ არა, მაშინ გვითხარით, აი ამ ორი პროცესის განმავლობაში თქვენ ნახეთ მზიას სიძლიერეც. მოგვიყევით უფრო მეტი და გითხავთ ცხადია ნინო დათაშვილზეც. მზიას პროცესს როცა ავესწრები, ყოველთვის დარწმუნებული ვარ ხოლმე, რომ როდესაც გამოვა, გაცილებით იმაზე უფრო მხნედ გამოვალ მე პირადად პროცესიდან ვიდრე პროცესზე შევედი, იმიტომ რომ მზია არის ხომ საქვს ესეთი აურა ზოგადად არის ძალიან მხნედ. რაც შეეხება იმას, რა მოლოდინი მაქვს, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შეუძლებელია, რომ ბოლო მომენტამდე ადამიანებს რაღაცის იმედი სულ ცოტათი მაინც არ გქონდეს ხოლმე, იმიტომ რომ სხვანაირად ამ უნარის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ მე მჯერა, რომ თუ ეს მოხდება, ეს არ მოხდება იმის ხარჯზე, თუ გულისხმობ, რომ თუ მზია გამოვა, გარც არ მოხდება იმის ხარჯზე, რომ ნინო სახელაშვილში რაღაც კეთილს ინიციერმა გაიღვიძა, ეს რომ ასე ყოფილიყო მზია ამაღლებელს პატიმრობაში ორჯერ არ დატოვებდა არავითარ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ შესაძლოა დაჭირდეს ეს რეჟიმს იმისთვის, რომ მოჩვენებითად, რომ აი თურმე რაღაც ხომ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ზოგ შემთხვევაში გამოგვაქვს გამომართლებელი განაჩენი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან პატარა ნაწილს ჯერა ჩემსას ამის მხოლოდ რომ ეს შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მზია თუ გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა განაჩენს გამოუტანს მას რეჟიმი ნინო სახელაშვილის სახით, იმიტომ რომ არანაირი 4 წელი არ არსებობს, რომელსაც ის ციხეში გაატარებს არავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ელენე ქაიხოსროშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და გავესაუბრები ქეთუნა ქერაშვილსაც, სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დას. ქეთუნა, გითხარით თქვენი მოლოდინები მზია ამაღლებელზე და აუცილებლად უნდა გკითხოთ ნინო დათაშვილზეც, რომელსაც ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს მისგან დამოუკიდებლად და იძულებით. აი, რას ხედავთ ახლა ეს არის თორე თქვენი აზრით ახალი რეპრესიული მექანიზმი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან და ახდენენ თუ არა ამით მის სტიგმატიზირებას, დისკრიმინაციას თუ რა? პირველ რიგში მინდა მოვიკითხო მზიაც და ნინოც. იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილი მაგალითი ხართ ქართველი ქალის თავისუფლების დამოუკიდებელი საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა რა რეპრესიული ბერკეტებიც არ უნდა გამოიყენონ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. არასდროს არაფერი არ გასვლია არც ერთ ხელისუფალს. მსგავსი რეპრესიების, ასე რომ დარწმუნებული ვარ, არჩევანი არ ვიქნებით გამონაკლისი. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, პოლიტპატიმრებს და იცოდეთ, რომ თქვენამდეც მეგობრებო, ის რეჟიმი თუ დროზე არ მოიღებთ ხმას და ერთხელაც ჩვენ ხმას თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე რუსეთს ვართ შეერთებული და მოდით ნუ მივცემთ ამ ხელისუფლებას ის კონტურები წაშალოს რუკაზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქეთუნა ქერაშვილის სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დასუსპენდით პირდაპირ ეთერში დაგანახებთ კადრში კიდევ ერთხელ მარში მსვლელობა დაიძრა ფილარმონიიდან. ეს არის სოლიდარობის მარში, სოლიდარობა მზია ამაღლებელს, სოლიდარობა ნინო დათაშვილს, სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს და მალე გადაინაცვლებს ეს მარში რუსთაველის გამზირზე, სადაც კიდევ ერთხელ გააგონებენ ქართულ ოცნებას, რომ ისინი თანებებას არ აპირებენ. ხვალ არის მზია ამაღლებელის განაჩენი და ეს მარში სწორედ ამიტომ არის დღეს ერთ-ერთი მიზეზი ამ მარშის ჩანიშნისა, სწორედ ეს არის. ახლა თქვენ კადრში ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი არის გამოსული დღეს ფილარმონიიდან დაიძრნენ და მიიმართებიან ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქართველი ხალხის ხმა უკვე 250 დღეზე მეტია ისმის.